პირველ რიგში ამ აქციის მიზანი არის ლეგიტიმური არჩევნების ჩატარება და იმ ტყვეების განთავისუფლება, რომელიც 28-ის შემდეგ დაატყვევა ჩვენმა ხელისუფლებამ და უბრალოდ ეს სიმბოლური მარში იქნება დღეს იმისთვის, რომ საქართველოს ადგილი აუცილებლად ევროპაშია და ჩვენ საბოლოოდ იმ მიზანს მივაღწევთ, რასაც ქვია ლეგიტიმური და მართალი არჩევნების ჩატარებას ამომრჩევს. ეს მრავალფეროვანი მარშები ტარდება და ესეც იმის მანიშნებელია, რომ ევროპა წარმოადგენს ერთობას, მრავალფეროვნების ერთობას და ჩვენც ამ მრავალფეროვნების ერთობის ერთ-ერთი ძალიან დიდი და ლამაზი ნაწილი ვიქნებით აუცილებლად და ესე ბოლო რამდენიმე კვირა ჩვენ ვიცით რომ უამრავი მარში იყო არა მხოლოდ თბილისში, ქუთაისში თუ სხვა ქალაქებშიც და დღეს არის ველოსიპედისტების მარში და ეს რაღაცნაირად სიმბოლურად ეხმიანება იმ ევროპულ მომავალს, რომელზედაც ჩვენ ვართ ორიენტირებული, ვინაიდან ველოსიპედი არის ევროპული ტრანსპორტი და მე ძალიან გამიხარდება თუ კი როდესაც ჩვენი ქვეყანა მყარად შედგება ევროპულ რელსებზე, ჩვენი ძირითადი ტრანსპორტი ჩვენს ქალაქში იყოს ველოსიპედი, ეს იქნება ძალიან კარგი ეკოლოგიური თვალსაზრისით და არა მხოლოდ ეკოლოგიური ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ახალგაზრდებისთვისაც და ნებისმიერი ადამიანისთვის.